ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროგაერთიანება შეთანხმდა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რომელთა სამიზნე ბრიუსელის ცნობით მეტწილად გახდებიან ჰორმუზის სრუტის ბლოკადისთვის პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირები და სამხედრო მაღალჩინოსნები. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევრობლოკში შემავალი 27 ქვეყნის მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას მსოფლიოსთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი, რისთვისაც გაერთიანება თავის მხრივ გამოიყენებს ASPIDES-ის პროგრამას. ეს ბერკეტი ახლო წარსულში ბრიუსელმა გამოიყენა წითელ ზღვაში კომერციული ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. სრუტის გავლით ტრანზიტი უფასო უნდა დარჩეს. ევროპას საკუთარ წვლილს შეიტანს ვაჭრობისა და ენერგომომარაგების თავისუფალი მიწოდების აღდგენაში, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა. ჩვენი სამხედრო საზღვაო მისია სახელწოდებით ASPIDES არის ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა რეგიონში გემების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მინისტრებს ვთხოვა მეტი რესურსი წარმოადგინონ. ევროკავშირმა უკვე დააწესა მასშტაბური სანქციები ირანის წინააღმდეგ, თუმცა დღეს ასევე მივახციეთ პოლიტიკურ შეთანხმებას სასანქციო რეჟიმის გაფართოებასთან დაკავშირებით, რათა ის ასევე მიმართული იყოს იმ პირთა წინააღმდეგაც, ვინც პასუხისმგებელია გემების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაზე. კაია კალასის განმარტივით, ევროკავშირსა და ისრაელს შორის მოქმედი ასოცირების შესახებ შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიღებულა. მის გათვალისწინებით, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შეჩერების გადასაწყვეტად საჭიროა ანონიმურობის დაცვა, წვრთნოთა დარბაზში არ დამდგარა ამ წინადადებაზე მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობა. სომების მიღება, რაც განხილვის საგანია, მოითხოვს კვალიფიციურ უმრავლესობას და საჭიროებს წევრი სახელმწიფოებისგან პოზიციის შეცვლას. ამ საკითხზე დისკუსია გრძელდება. ინიციატივა ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 19 აპრილს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს წამოაყენა. მადრიდს ამ საკითხზე ემხრობა ირლანდიაც. ევროპელმა პოლიტიკოსმა მაშინ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომი არის კოლოსალური შეცდომა, რომელიც არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, არამედ ხელს უწყობს მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მილიონობით ადამიანის მიგრაციას და ტრილიონობით დოლარის ეკონომიკურ დანაკარგს, რაც რიგითი მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. მანვე დასძინა, რომ არაფერი აქვს მეგობარი ისრაელელი მოსახლეობისა და ხალხის საწინააღმდეგო, თუმცა მკაცრად გმობს მათი პოლიტიკური მმართველისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლების ქმედებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით. ერთ აზრზე ევრობლოკის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაც, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანობა ამ საკითხის ირგვლივ. ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, იტალია, უნგრეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან ისრაელთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტას, რადგან ახლო აღმოსავლური ქვეყანა ამ მხრივ ევრობლოკის უმსხვილესი პარტნიორია, წლიურად 45 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვით. მადრიდი მტკიცედ ინარჩუნებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ირანში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პოზიციას, რის გამოც ესპანეთს დიპლომატიური ურთიერთობები დაეძაბა როგორც ისრაელთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დონალდ ტრამპმა ევროპული ქვეყანამ მკაცრად გააკრიტიკა და მის ეკონომიკურ მაჩვენებლებს კატასტროფული და საცოდავი სანახაობა უწოდა. თეთრი სახლის ლიდერის განაწყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა მადრიდის უარი, დაეთმოს საკუთარი სამხედრო ბაზები ვაშინგტონისთვის ირანზე იერიშების მისატანად.